დადგა დღე, როდესაც 22 წლიანი პაუზის შემდეგ ერთ ნაბიჯში ვართ, ორ ტაიმში ვართ ევროპულ ჩემპიონატთან. კონფერენციის ლიგას გავინაღდებთ იმ შემთხვევაში თუ ეხლა იბერია ლარნეს შორის გამარჯვება იბერიას დარჩება, უკვე განაღდებულად გვეცოდინება, რომ ქართული კლუბი არის ევროტურნირებზე და კონკრეტულად კონფერენციის ლიგაზე. 22 წლის მერე დაუბრუნდით, ბოლოს დინამო იყო, შირერის ნიუკასლს დაეჯახა მაშინ, ახლა კი ჯერ არ ვიცით, ჯგუფებით შეიცვალა ეს კონფერენციის ლიგა მაშინ საერთოდ არ იყო ახალი დამატებული რაღაცაა და მე მგონი ეს გამოგვადგება ერთა ლიგის არ იყოს ევროპაში შესაძრომად და ცოტა სანერვიულო თამაშია. დაახლოებით რაღაც შეგრძნების დონეზე არა ისეთი მასშტაბური ეხა როგორც 26 მარტს საქართველოს პირველად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა იყო, მაგრამ დაახლოებით შეგრძნებები ისეთი გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია და იმედი გვაქვს, რომ დღესვე დასრულდება ეს ჩვენი ცდილობები ევროპულ ტურნირებზე გასვლის და კარგად დასრულდება, თორე ისე ცუდი დასრულებებიც ვიცი. კარგს გულისხმობ, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა გულშემატკივროთ იბერიას სულით და გულით, იმიტომ რომ ეს არის ისტორიული მოვლენა საქართველოს საკლუბო ფეხბურთისთვის და გვინდა რომ უკვე მომწიფდეთ ისე რომ გავიდეთ ევროტურნირებზე და ეს იქნება უდიდესი სიხარული და წარმატება ქართული ფეხბურთისთვის. მე მაქვს ესეთი ჰიპოთეზა. ეს არის ქართული საკლუბო ფეხბურთის 26 მარტი. კი, ეგრეთ შეგვიძლია ვთქვა. ძალიან დიდი ხნის შემდეგ უბრალოდ ჰქონდა ასეთი გამოცდილება და იმ ჩავარდნების შემდეგ, იმ ცუდი შედეგების შემდეგ, რაც ჰქონდა წლების განმავლობაში და ბევრი კრიტიკა ჰქონდა ქართულ საკლუბო ფეხბურთს, იმედია დღეს დამარცხდება ეს ყველაფერი და გადაილახება ეს ბარიერი. ველოდებით ძალიან ბევრ გულშემატკივარს, განწყობა არის შესანიშნავი მოედნის გარეთ. როგორც ვიცით, გუნდს მოზაიკაც აქვს მომზადებული სამწუხაროდ ცოტა ამის პირობები არ არის შესაბამისი და იმედია ეგ არ ჩასლის რაღაც იმ ყველაფერს ზეიმსაც დაგეგმილია კლუბს. და კიდე ერთი რაღაც დამატება მინდა დღეს მთელი დღე ვამოწმებ ტიკეტის რა რომ აბა რამდენი ბილეთი დარჩა, რამდენი დაახლოებით 70% გაკიდულია და ბევრი ადამიანი ნახეთ გარეთ სალაროს რიგში, რომელიც ყიდულობს ბილეთს და იმედი გვაქვს რომ დღეს სრული ანშლაგი იქნება. აი ჯინჯოლავამ როგორც თქვა გუშინ სავსე ტრიბუნასთან არ ვითამაშიო. იმედი გვაქვს რომ ბევრი ფეხბურთელის ოცნება ახდდება და გამოცდიან თუ რა არის ქართველი გულშემატკივრის წინაშე თამაში და თუ რა არის მათთან ერთად ზეიმი შემდეგ. იმედია საზეიმო გვექნება. შანსი ამის ძალიან დიდია და გზადაგზა დაგაწევთ რაღაც ამბებს რა. როგორ წარმატებები იბერიას და იმედი გვაქვს და დიდი მოლოდინია იმის საშინაო გარემო, საშინაო სტადიონი თითქოს ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ დაალაგდა და გუნდიც არც ისე ხო, მეტოქეც არ არის დაუმარცხებელი და არ გავუსწრებთ მოვლენას, მაგრამ იმედი გვაქვს რომ ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ დასრულდება. წავედით. კი, პირველ რიგში მადლობა რომ თქვენც მოხვედით და ყველა მოდის და თელი საქართველოს წესით აქ უნდა იყოს ამ ამბავს. რაც შეეხება გულშემატკივრობას, დღეს ყველა ერთი ვართ, ყველა კლუბი ერთი ვართ, ფაქტიურად დღეს საქართველოს წარმოვადგენთ, არა მარტო იბერიას და მე დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებ და ამ გამოუვალი მდგომარეობიდან როგორც იქნა გამოვალთ. რაც შეეხება გულშემატკივრობას, ძალიან მარტივია რომ დღეს მარტო იბერია კი არ თამაშობს, თამაშობს ქვეყანა და რავი რა ის აი წინასწარ ვიცი რაც იქნება, მაგრამ იმდენად მიხარია რომ ცოტა ნერვიულია. მე მაქვს ესეთი ჰიპოთეზა, რომ დღეს არის საკლუბო ფეხბურთის 26 მარტი. თანახმა ხარ მაგაზე? კი. კი, 26 მარტი, რა თქმა უნდა, მივესალმე 26 მარტი ყველასთვის 26 მარტია, მაგრამ ამჯერად გადავწერს იბერია 26 მარტს. ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ბოდიში თუ სადმე მოსახდელია, მაგრამ მოკლედ დღეს ყველა ვიზეიმებთ. კარგი, მაშინ ანგარიშიც გითხარი რა ანგარიში დამთავრდება. კი ბატონო, ანგარიში მე რა თქმა უნდა ყოველთვის წინასწარ ვიცი ხოლმე, ნუ შეიძლება რაღაცა მინუს პლუს შევცდე, მაგრამ 3-0-ს მოვიგებთ ჩვენ.
გადაუკა. დავაი ბედო. დაარჩი. არა უშავს кайფი. ხო, ეს თამაში უკვე 9 წუთია დაიწყო და არა საოცარი განწყობა არის. ყველა ნერვიულობს, ხალხი უფრო და უფრო ემატება. გარეთ როგორც გვაქვს ინფორმაცია, ძალიან ბევრი ხალხი ცდილობს შემოსვლას ბილეთის ყიდვას და დაახლოებით ისეთივე გარემოა, როგორც არის ხოლმე ნაკრების თამაშებზე. კი, და ეს კიდე ერთი ფაქტორი იყო ალბათ, მაინც რო გაწვიმდა, ბევრმა მოდი არ წავალ და მე მაინც რო გადაიყო ალბათ დაბრუნდა. ქონდა იბერიას 1-2 პატარა მინი მომენტები ვეჩახურეს, მაგრამ ყველაფერი მოვა. იმედი გვაქვს, რომ თამაში უფრო მეტად მიაჯდებიან, უფრო მეტი მომენტ შექმნიან და ყველაფერი გამოვა და გოლს გაიტანენ და იმედია ეს ადამიანი ქორო ეს არ მოკვდება. ხრევადი ნიუტები უკვე გამოვაცალეთ. რაც შეიძლება ისროლოს ეგეთი ნიუტებიც მოვაშორეთ და ნერვიულობა ვერ მოვაშორეთ. ჩვენც არ დავდივართ, თორე ჩვენც ნერვიულობთ. მე არ გვეტყობა ჯერ, მაგრამ აი რაც უფრო მეტი დრო გადის და ხვდებით, რომ რა მნიშვნელობის თამაშია, კიდევ უფრო მეტად ვიძაბებით და იმედია ისე გაგრძელდება თამაში, რომ სულ სიცილ ხარხარით ჩავამთავრეთ ამ მატჩს. მეც დიდი იმედი მაქვს. აი რო ჩამსვან იმას ზემოთ რო აგისვრის და რო ჩამოდიხარ მე სინახოს მაგრამ ეშენია არა ეს ცოტა ხალხილდებოდი რა ავე გადმოიტანე მაგი მალე ავე ნაკე მოტო ერთი ჩააჭერე ძალიან ბული თამაში არის. ცივა მარო ცხელა. ხო, არა, სიცივით არ ცხელა, სიცივით არ ცხელა. აი ზუსტად ეგეთი თამაშია. სიცივით არ ცხელა თამაში არის. უაზროდ ბევრს ნერვიულობს. თუმცა ეთყობა რომ დაძაბულია და აი ოპა. იდი ასწრებ. არა უშავს. აქ რა ხდება? სამწუხაროდ საჯის გადაწყვეტილებას ვერ მივხვდით რა მოხდა. თავის ბედოშიოს, ხო? და მარცხენა მცველსაც იმაცას ხო, მოკლედ 11 ნომერი გვარი არ აუტი ჩვენ გრჩება. აუტი ჩვენ გრჩება, ხო? და უფრო მეტი ხმაურია საჭირო სტადიონზე, უფრო მეტი გულშემატკივრობა, რაც ჩავარდნები გვაქვს, მაგრამ უფრო გახურდება თამაში, მომენტები შეგვექნება და ეგეც წამოვა უკვე ტრიბუნებიდან. ხო, ტრიბუნებზე შეგვიძლია ის ვთქვათ, რომ აუტის ხაზის უკან რაც კუთხურის ხაზის უკანაც. კუთხურის ხაზის უკანაც, ხო, ნუ სავსეა. მაგრამ მე მგონი ცოტა იბერიას მოთამაშეები, აი რაღაცა ჯერ კიდე ოდნავ ხო რა დაძაბულობა. ოდნავი მანდრაჟი აქვს, თორე. გულშემატკივრობისგან ჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, რომ მოიხსნათ ეს წინეხი. პირველი ტაიმი 0-0 ძალიან დაძაბული, საერთოდ ჯამში მეტოქეს ვაჯობეთ.
და დაიწყო მეორე ტაიმი, სადაც ჯერჯერობით რაღაცა გადაწყვიტეს, რომ უნდა შემოგვიტი. კაია. მაკარა დამაჯერებელი არის. მოკლედ თითქმის მომენტი არა აქვს. ეს მოწინააღმდეგეს ჩვენ ჯობდით პირველ ტაიმში. არა, კარგი დატო არ ქონიათ. მომენტი ის იყო, რომ ორჯერ ქონდა დაწყებია ძალიან კარგი მომენტი და ვერ გამოიყენა. ერთი მეკარე მაუღო და მეორე ძალიან მცირე მანძილით ახლა. მოკლედ თითქოს ჩვენი კარნახით მიდის ბურთისფლობა, მომენტები ჩვენ უფრო მეტი გვაქვს. უბრალოდ აი რეალიზაციაში ცოტა გვიჭირს. აი რამსაჯირა, კარგი რა. ხო, აქედანაც იგრძნობა, რომ იბერია ფლობს დიდ უპირატესობას. იმიტომ რომ ძირითადად ბურთი უჭირავთ, მეტოქის კართან არ ენახლოს და ეხლა სტატისტიკას რო ჩახედო პირველი ტაიმის მერე საერთოდ გადაუარეთ. კი. თლად ეგრე ძალიან იგრძნობა. ხო, ეგრე არ იგრძნობა, მაგრამ უპირატესობა რო აქვს, მაგრამ უპირატესობა გვაქვს, მომენტები გვაქვს, უბრალოდ არ შევიდა ბურთი კარსი. კი, თან კარგი, ეხლა გულზე ხელი რო დავიდოთ, კარგი დარტყმაც არც გქონია რა, ისეთი აი. არის ხაზიდან აიღო ლარნის მაგარი. ხო, მაგრამ მაინც უსტი იყო რა. არა, მომენტი არის, მაგრამ ისეთი მომენტი არ არის, რომ აი უეჭველი გოლი უნდა ყოფილიყო. იქიდან უნდა გაიტან, ეგა. ეგეც არის, ხო. ნახოთ როგორ გაგრძელდება, ძალიან დაძაბულია ბიჭებსაც, იმედია მოიხსნებათ, გახურდებიან უფრო მეტად, მოიხსნებათ ეს დაძაბულობა და იუათ ძირითად დროში. კი, რა თქმა უნდა. სასურველ შედეგამდე. 2-3 გოლის გატანა გვინდა რა. შვიდად რომ მოვიგო. ბუჩკის ის რო გავიხსენოთ, ხო? ხო. აუ, რავი, ხისთავიანები არიან, თავით გამოაქვთ ყველაფერი. ჩართულია? 67-19, რომელიც 67 წუთია. 67 წუთია. თვალებში დაგაგდა უკვე ნერვიულობისგან, ხო ხედავ? თვალებში დამაკლა კი ცუდად ვარ, გული მაწუხებს. რაღაცით მოაქ მართლა 26 მარტის ვაიბები. კი, ძალიან ბევრი მომენტი შევქმნით და არ გაგვიმართლა. 10 წუთიანი მონაკვეთი ჰქონდა, როცა არ ამოვასუნთქეთ და მან თავის შედეგი გამოიყო. თავით გამოქონდათ ყველაფერი. და მილიმეტრები დააგდა ჯინჯის დარტყმის შემდეგ. თავით გამოიტანეს ცარიელი კარიდან. მოკლედ ცოტა უიღლობას ჩაერთო საქმეში ჩვენ მხარეს და იმედია რომ მოწრდება ეს ყველაფერი. მაგრამ მე პირადად იცი როგორი შეგრძნება მაქვს. აუ, ბართიშვილი რეფშვედა. მე პირადად ისეთი შეგრძნება მაქვს, აი ძალიან ცნობილი საფეხბურთო გამოთქმა, გოლი მწიფდება. როდესაც რეკლამა იქნება ძალიან ვიყურეთ. აი ხო ვიძახდი. მოწიფდებათ, ხო თქვით. და ბედოშვილის ხო გინდოდა დამწიფებული, აჰა, დამწიფდა. მოგვართვა. ბედოშვილის ძალიან კარგი გოლი იყო. მაგარი გოლი შეერგა. ეს ხმებიც ალბათ ისმის. A few moments later. ყველაზე ქართული ფეხბურთის სენი. ახლობით 2 წუთში გაგვითანაბრეს. ყველაზე წელი ცუდი თამაში არაფერი არ უქნიათ და ყველაზე ცუდი რაღაც მოხდა. სწრაფი გოლი მივიღეთ.
დაუწერელი კანონი. რომ ქართული გუნდი მარტივად ნერვიულობის გარეშე მოდი პოზიტიურად გავუძვირწყოთ, არ გვინდა. პრანჭების გარეშე ვერ გადის. გულის პრანჭებით ნერვიულობით იცოცხლე. ეხლა კიდე არიული რეშკა ჩვენ ბავშვობაში რო იყო. და მოკლედ 90 წუთში ვერ გადაწყდა გამარჯვებული და მივდივარ დამატებით დროში. ეს ძალიან მაგარია. ვისაც გინდათ პოდკასტი ჩაწერეთ. ვისაც გინდათ სტატუსი დაწერეთ. მე სუდათავა. ნეკნივ წავა. საული გოლი შეაგდო სიხარულაშვილი. ნეკნივ წავა, ოღონდ ვის შემერჭო არ ვიცი. მაგარფეხზე მოვედი, მაგარფეხზე ესე იგი. რაკენი? არ ვიცი, ახლა აქეთ ხარ წამოვიდა და იქიდან ირლანდიელები იქით მაგრად ნერვიულობენ, იქ ვიყავ ეხა. მაგრად ნერვიულობენ და მეოთხარი ყველა მთვალი ხარ და უკვე ეხა დრო არო იბერია გავიდეს მეთქი და რომ წამოვედი ეგრევე წამოიღო სიხარულაშვილმა და წინ გავიდა იბერია. გადადი და თავიდან გახმოდ. შენაკ დარჩი თავდება და ეხა იმათან მივალ ისე უფრო ხახთან. ვაიმე. აბა რა, ერთიც. აია. ორჯერ ერთი და იგივე შეცდომა აღარ უნდა დაუშვა. არა ნეკნივის ჩავარტყე ეგ მაინც არ ვიცი. ხუთი წუთი დარჩა გრიზნი. აი 5. ეხლა დაამატებს. აი ჩემი რჩეული გამოდის ენდე. კულიევი ბექას არ მოეწონა, კადრში არ ჩანს მართალია, მაგრამ სახე შეეცვალა. კულიევი არ გააგდო. ამ პენალტი არ აიკიდოს როგორც და გადის. შევია ხოლმე. ფერგიუსონიც იქ არის ჩასული, ოღონდ ძალიან დებილი კუთხური იყო რა. გადავრჩით, გამოიტანე გეხვეწო. გავედით! ვისი მიკროფონი? წამოგადა. ავედი კონფერენცი. კონფერენცია უეჭელი ვარ. არა მოდი ჯერ ევროპის ლიგას წავეფოთინოთ რა. თორე დავშვიდი. ბიჭო, აი ძველ ვიდეოში სუპირველად რო შევხვდით ჩვენ ხო გახსოვს? კონფერენს ლიგაზე მეთქი წელს მინიმუმ მეთქი. არ შეუშლის ეს ომი იბერიას ხელს იმაში, რომ
როგორც მინიმუმ კონფერენს ლიგაზე მოუხდეთ წელს მაინც რა. კი სასაცილოა ვიღაცებისთვის, მაგრამ წელს მართლა ყველაზე დიდი მოლოდინებით ვარ განსწვალული. მოხდა ეგრე? მოხდა. პირველ ვიდეოში ჩვენაც გადავიღეთ მოც. კი ბატონო, ხო, მაგას ვამბობ ზუსტად და რაღაცების უნდა გჯეროდეს ცხოვრებაში და გულით თუ გჯერა აუცილებლად ახდება და ეს ყველაფერი არის ყველა ქართველის დამსახურება, იმიტომ რომ ყველა ბოლომდე დაიხარჯა დღეს. არხი გამოიწერეთ, არ გამაფსიხოთ. აი სასწაული ემოცია არის, ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს, აი წეგან თქვი უკვე რომ ერთ-ერთი რო გახდა, აი ამ გულშემატკივრმა გაგოტანინა გოლი რა და კიდე ერთხელ ვიტყვი, რაც შეეხება იმ გულშემატკივარს, რომელიც ჩვენზე ძალიან ნეგატიურ კომენტარებს წერდა და სულ ნეგატიურად იყო განწყობილი, მინდა რომ აი ხა შემდეგ თამაშებზე მოვიდნენ კონფერენს ლიგაზე რომ გავალთ, მოვიდნენ და ისი ამოვნო და პირობას ვდებ რომ ჯერ ევროპა ლიგის პლეი-ოფს ვითამაშოთ. და შემდეგ უკვე ნახოთ რა იქნება, ყველაფერს ვიჟამთ იმისთვის რომ კიდე გავახავთ ეს გულშემატკივარი. მადლობა ყველას რა. აიხარე, ჯიგარი. ბატონო, გუშინ თქვი პრესკოზე რომ ჩვენთვის დიდი გამოცდილება იქნებაო სავსე ტრიბუნაზე თამაში და შემდეგ გამარჯვებაო და ამაზე რო ვიქნა რა. რა თქმა უნდა, როგორც ხედავთ, ამან შედეგი გამოიღო და ჩვენც გამოვსადეთ სავსე ტრიბუნაზე თამაში. რამაც კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ შედეგი გამოიღო და ჩვენ ისტორია დავწერეთ ყველამ ერთად. გულშემატკივრის ძალიან დიდი დამსახურება არის და მინდა ყველას მადლობა გადაუხადო დღევანდელი ქომაგობისთვის. აი ხარი მადლობა.